TBC-ის მორიგ ტრანსფორმაციულ სიახლეზე გიყვებით, რომელიც კიდევ უფრო ადვილებს სხვა შორის კომერციულ ტრანზაქციებსაც. საქმიან დილაში მოწვეული სტუმრებისგან მოვისმენთ TBC-ის მიერ დანერგილი კონვერტაციის სავაჭრო მოდულის შესახებ. რამაც ციფრულ არხებში სავაჭრო საქმიანობა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ახალ ფუნქციონალზე სასაუბროდ საქმიან დილა სტუდიაში შემოვერთდნენ ქეთევან განდელაკი, TBC-ის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი და ჩვენთან ერთად არის ოთარ ნადარაია, TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის, ოთარ. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. შეგვიძლია თუ არა გარკვეული ქეთი, მოდი ესეთი რამით დავიწყოთ. ამ ახალი ფუნქციონალიდან გამომდინარე, გამხსნელი კითხვა მაინც იყოს რა სერვისები დაემატა ამითი მათ შორის როგორც mobile ასევე ინტერნეტ ბანკში და რატო შეიძლება ის იყოს საინტერესო ნებისმიერი მოცულობის და ზომის ბიზნესისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი კლიენტების უმეტესობისთვის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა ყოველდღიური ბიზნეს პროცესია და ამ პროდუქტის სწორად მართვა მათი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროცესი გავხადოთ რაც შეიძლება კომფორტული და ჩვენს კლიენტებზე მორგებული. ამიტომ დავნერგეთ სიახლე ჩვენს ციფრულ არხებში, ეს არის სავალუტო კურსის მოთხოვნის ფუნქციონალი. ჩვენს კლიენტს შეუძლია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მოითხოვოს მისთვის სასურველი კურსი და ონლაინ რეჟიმში შეთანხმდეს ბანკთან სასურველ კურსზე. ანუ კონვერტაციის კურსის შეთანხმება, რაც უკვე ბრიფში არის ამ ახალი მოდულისა, სწორედ აი ამ პროცესს გულისხმობს. დიახ, და მეტიც ჩვენ დამატებითი სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს, მას შემდეგ რაც შევთანხმდებით კურსზე, უკვე ბანკი უგდებს კლიენტს გადახდის დავალებას და შეუძლია უკვე მომხმარებელს შეამოწმოს, დაადასტუროს და წამებში დაასრულოს ეს ტრანზაქცია. ქეთი, აქვე გაჩნდება კითხვა, ვისთვის არის აღნიშნული და ეს ეხება თუ არა ყველა ტიპის ბიზნესს, ან ვის ეხება კონკრეტულად, ვისთვისაც TBC-მ დანერგა აღნიშნული მოდული. დღეისობით ეს ფუნქციონალი ხელმისაწვდომია იურიდიული პირებისთვის, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ფიზიკური პირებისთვისაც გავხდით ამ ფუნქციონალს ხელმისაწვდომს და ყველა შეიძლება ამითი მუშაობა. იურიდიულ პირებში არის თუ არა გრადაცია, თუ ეს ეხება ნებისმიერ კომპანიას ზომისა და ნებისმიერ კომპანიას, ნებისმიერ სავალუტო წყვილს. მაგარია. კარგი, შეგვიძლია თუ არა კიდევ გვითხრათ იმ სიახლეებზე, რაც ბოლო პერიოდში ინტერნეტ ბანკში დაიგეგმა, ინტერნეტ ბენკინგში და რას გეგმავთ სამომავლოდ. მე განახლებები მუდმივად მომდის, როგორც მომხმარებელს, თუმცა მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენგან ყოველთვის მოსმენა პირველ წყაროებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ნერგავთ სიახლეებს, აი ბოლო რაც შემიძლია ერთი გამოყვარი, რომ იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დავნერგეთ ახალი შესაძლებლობა, რომ შეუძლია იურიდიულ პირს თავისი თანამშრომლები ინტერნეტ ბანკის მეშვეობით დაამატოს TBC-ის სახელმწიფო პროექტში. ონლაინ რეჟიმში მოახდინოს ეს და მოკლედ დაზოგოს დიდი დრო. ამასთან თქვენ მუდმივად ეცნობით სიახლეებზე ჩვენი მომხმარებლებისთვის ასევე დამატებით დაგიმატეთ ფანჯარა ინტერნეტ ბანკში, სადაც შეგიძლიათ რომ ერთი კლიკის მეშვეობით ნახოთ რა სიახლეებია ბოლო პერიოდში, რაც დავნერგეთ, რომ ყველაფერზე საქმის კურსი იყოთ. ქეთი, თუ სწორად გავიგე, მე სიახლე ვიცოდი, რაც სახელმწიფო ნაწილს ეხება, მაგრამ ესეთი დეტალები არ. ანუ ინტერნეტ ბანკინგში შესული BMG-ს რომელიმე აღმასრულებელი, თუ ხედავს თავის 68 თანამშრომელში, რომ ერთ-ერთს აქვს სახელმწიფო ანაზღაურება რომელიღაცა სხვა ბანკში, რის გამოც ის თავის ანაზღაურებას თუ ბონუსს იღებს მოგვიანებით, მას შეუძლია მას თვითონვე უზრუნველყოს ინტერნეტ ბანკინგში მისთვის ანგარიშის გახსნა? დაამატოს ის სახელმწიფო პროექტში ციფრული არხების მეშვეობით, მას უკვე შემდეგ ჩვენ უხსნით ბარათს და ვემსახურებთ. უკვე ექნება ბარათი. დიახ. ბატონო და კონვერტაციის თემა, რომელიც რაზეც ქეთი საუბრობდა, არაერთხელ ყოფილა ჩემი და თქვენი მსჯელობის საგანი, ლამის ყოველკვირეულად თუ უფრო მეტი სიხშირით არა. ერთ-ერთი რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე და რის გამოც დღეს შეგაწუხეთ, ეხება სწორედ ქართულ ლართან დაკავშირებით მიმართებებს, რომელიც მომდინარეობს იმ გლობალური ბუნდოვანებიდან გამომდინარე. ბუნდოვანება არის ის მთავარი თემა, რომელიც ჩემს და თქვენს დიალოგებში ყველაზე მეტად ესმის და დამსახურებულად ესმის ჩვენს მსმენელებს და მიმდევრებს. როგორია თქვენი
პირადად თქვენი მოლოდინები იმ თუნდაც კვლევიდან გამომდინარე, რომელზეც ჩემ შემდეგ კითხვაში გადავალ 2025 წელს ლარი დოლარისა და ასევე განსაკუთრებით ლარი ევროსთან მიმართებით და რატო განსაკუთრებით ამაზე მოგვიანებთ. ჯერ ამით დავიწყოთ დოქტორ. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა შესავლისთვის. თქვენიც რომ ლარის შემთხვევაში ჩვენ გქონდა საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები, იგივე მიმდინარე მოვლენებზეც, მათ შორის დეკემბერშიც გქონდა აზრი, რომ ეს არ არის ლარის შოკი, იმიტომ რომ ძირითად სავალუტო შემოდინებებზე ეს არ მოქმედებს. აქ იგულისხმება როგორც გზავნილები, ასევე ტურიზმი და სხვა შემოდინებები. პირიქით, იმპორტის მხარე შემცირდა კიდევაც და ამიტომ ამან გამოიწვია ლარის გამყარება, თქვენ იცით რომ მიმდინარე პერიოდში სავალუტო ბაზარზე ჭარბი მიწოდება არის დოლარის, რაც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს რომ ძალიან მნიშვნელოვანი ოდენობით რეზერვები შეავსოს დაახლოებით 102 მილიონის მარტში 102 მილიონი დოლარის შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ ალბათ აპრილში ჩვენი შეფასებით ეს ინფორმაცია შემდგომ იქნება ხელმისაწვდომი ზუსტი რიცხვები ჩვენს არ გვაქვს მაგრამ ვფიქრობთ რომ დაახლოებით 200 მილიონზე მეტი ალბათ შეისყიდა ეროვნულ ბანკმა ჯამურად ხო ბატონო დიახ რა თქმა უნდა ამიტომ ამ ხრივ შეიძლება ითქვას რომ სავალუტო შემოდინებები ამ ეტაპზე ძლიერია და რა თქმა უნდა ჩვენ მომდევნო თემაზე რომ გადავიდეთ დოლარის დასუსტება საერთაშორისო ბაზარზე ნუ ახლა ბუნებრივია რომ დოლარი ლარის წყვილს ეხმარება ხო ეს ასე ამ ხრივ თქვენ იცით რომ დოლარი ევროს ვთქვათ ბაზარი ხო ანუ იქ ჩვენ ხშირად ვიკავებთ თავს ერთვიანი და ორთვიანი პროგნოზებისგან იმიტომ რომ ძალიან ღრმა ბაზარია და თუ რამე ხდება ასე ვთქვათ თუ რამე ახალი ამბავია ის იმ წამსვე აისახება კურსში ხომ ამიტომ ჩვენი პროგნოზი გახსოვთ ყოველთვის იყო რომ საშუალოვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე ჩვენ ვსვამსდებით ევროს გამყარებაზე რაც ამ შემთხვევაში გამართლა კიდეც დიახ თვითონ ევროსთან მიმართებით ნონდოთარ ანუ არსებული რეალობიდან გამომდინარე მაინტერესებს ფაქტორების მომენტი რაც მოქმედებს და რაც თავარია აი ეს კვლევა მოდი ესე ვთქვათ რომელიც გაკეთებულია რომელიც საქმიანმა საზოგადოებამ უკვე იხილა და ამ შემთხვევაში რა დასკვნებამდე მივიდა მთავარი ეკონომისტის ოფისი დიდი მადლობა დიახ ჩვენი კვლევა როგორც ქეთი მაგნიშნა პროდუქტები არის მნიშვნელოვანი მაგრამ ჩვენ ასევე ვცდილობთ რომ სხვა შეიძლება არა მარტო TBC-ის კლიენტებისთვის იმიტომ რომ ეს ინფორმაცია TBC კაპიტალის გვერდზე საჯაროა და ჩვენ ვცდილობთ რომ იგივე ბიზნესის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფიზიკური პირების მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ კომუნიკაციის სხვა ფორმებია თავისთავად გასათვალისწინებელი, რომ ბიზნესის შემთხვევაში პირველ რიგში მათ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში გაითვალისწინონ მაკროეკონომიკური ფაქტორები. კი ბატონო. ხა ძალიან შორს რო წავიდეთ, ამ შემთხვევაში იცით რომ ამას ვალუტის ბიზნეს სტრატეგიასაც ვეძახით, ან ლარი ევრო დოლარის არჩევანიც იყო ასეთი, ასე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით ეს რას ნიშნავს რომ ჩვენ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ოპერირებთ მულტისავალუტო რეჟიმში ხომ ანუ ბევრი ვალუტაა ხომ სხვადასხვა მიზეზით რაც შემეძლოს ასეც უნდა იყოს მაგრამ ეს საკეთება რაში აიღოს მოდი დავკონცენტრირდეთ ბიზნესმა სესხი რომელ სექტორში რა ფაქტორების გათვალისწინებით ხომ ეხლა ერთ შესავალს გავაკეთებ შეიძლება ცოტა უხერხული შედარებაა მაგრამ ობიექტურად დღეს ისეთ პოპულარული თემაა რომ მართლაც ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი პენსიაზე გადის და მთელი საერთაშორისო ბაზრებზე ნიუსები ამაზეა რომ რამხელა წარმატებას მიაღწია მან და როგორ აჯობა ბაზარს ხომ რეალურად ანუ როგორ აჯობა ბაზარს და რამდენად უფრო მეტი წინდა ხედულობით და სწორი პროგნოზებით და ბევრი სხვა ღირებულება შექმნა ეხლა ამ თემისგან ხოლმე შორს წავიყვანს თავისთავად და სხვა სფეროა და კიდევ ერთხელ სხვა მასშტაბია რაზეა საუბარი მაგრამ ერთ-ერთი მაგრამ ერთ-ერთი მახასიათებელი მისი სტრატეგიის რა იყო რომ ის არ იყო უკაცრავ ტერმინოლოგიის მაგრამ პირდაპირ თქვა ის არ იყო აყოლილი მიმდინარე ახალ ამბებს ანუ ეს რას ნიშნავს რომ ბაზრის განწყობები არის მერყევი როცა გამოჩნდება ახალი ამბავი იმ წუთას იცვლება მოლოდინები და განწყობები ხომ რეალურად მაგალითად რო თქვა ესეც თქვა მნიშვნელოვანი თემა არის როდესაც პრეზიდენტ ტრამპმა მოიგო არჩევნები და ბუნებრივია ყველა ელოდა რომ ის შემოიღებდა ტარიფებს თავიდან იყო შეხედულება რომ ეს გაამყარებდა დოლარს და დოლარი გამყარდა ხომ თუმცა შემდეგ უკვე აღმოჩნდა რომ
ეს ტარიფები არანაკლებ უარყოფითად მოქმედებს ამერიკის ეკონომიკაზე და უკვე დოლარი დასუსტა, ხომ რეალურად. ეხლა აქ პარალელი რატო გავავლე? რა შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების დროს. ანუ თუ არის არგუმენტი, რომ ტარიფების შემოღება დოლარს ამყარებს, ეს უკვე დოლარის ფასში ჩადებულია. ასახულია? უკვე ასახულია. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ევრო-დოლარი რამხელა ბაზარია, რამდენი ანალიტიკოსი მუშაობს, ხომ? ისე როგორც როცა გამოჩნდა რომ ეს ფაქტორი მოქმედებს დოლარზე უარყოფითად, ეს ასევე ევრო-დოლარის ფასში ასევე უკვე ჩადებულია, ხომ? თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ ჩვენ უფრო უკეთ ვიცით, მაგალითად ჩვენ ვიცოდით რომ ბაზრისგან განსხვავებით, ანუ ბაზრის მონაწილეებისგან განსხვავებით ჩვენ ვიცოდით რომ ტარიფების შემოღება სინამდვილეში დოლარს გააუფასურებდა, მაშინ კი ბატონო, ხომ? მაგრამ თუ ეს ამბიცია არ აქვს, ხომ, მაშინ ჩვენ ის კურსი რაც არის და ის ფაქტორები რაც მოქმედებს ამ კურსზე, უნდა მივიღოთ რომ ის უკვე ასახულია რეალურად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ისეთი წყვილის შემთხვევაში, როგორც ევრო-დოლარია, ხომ? ეხა დიდი პატივისცემით ყველას ვიმართ, მაგრამ ლარის შემთხვევაში, თქვა უზბეკური სომის შემთხვევაში იმდენი ანალიზი არ არის, ხომ? არ არის. ამიტომ ეს არის ზუსტად ჩვენი დავარქვათ ამას სავალუტო ბიზნეს სტრატეგიის ქვაკუთხედი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე პერიოდში რაც ფაქტორებია, ასე ვთქვათ, ახალი ამბები დავარქვათ ამას, ხო? მიმდინარე პერიოდის ახალი ამბები, ეს გასვლით კურსებში ძირითადად ევრო-დოლარზე ამ შემთხვევაში საუბარი, თუმცა ასევე სხვა ვალუტებზეც არის უკვე ასახული და ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები უფრო სხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით. ეხლა ჩვენი ტელემოყურებისთვის მარტივად ვიტყვი, ეს ვრცელი თემაა და პუბლიკაციებში არის როგორც ქართულის, ასევე ინგლისურ ენაზე. ანუ რო დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, შეცდომა რა არის? თუ ევრო გამყარდა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ეს კიდევ გამყარდება. ხომ? მაგრამ თუ ევრო გამყარდა, მისი შემდგომი, ასე ვთქვათ, გამყარების ალბათობა შედარებით ნაკლებია, ხო? რახან ასახულია ბატონო, თან უკვე ყველაფერი. რახან ასახულია და რახან გამყარდა, ხო? ანუ მაგალითი რო ვთქვათ, ეხლა როცა ეს სამცხარო მოვლენები დაიწყო უკრაინაში, ევრო-დოლარი იყო 96-ზე, ანუ ევრո უფრო სუსტი იყო ვიდრე, ასე ვთქვათ, დოლარი. ამ შემთხვევაში გამორიცხული არ იყო, რომ ანუ ევრო დასუსტა მაშინ, ხო? გამორიცხული არ იყო, რომ ევრო კიდე დასუსტებოდა, მაგრამ თუ ევრო უკვე დასუსტა, ალბათობა რის უფრო მეტია, რომ ევრო, ასე ვთქვათ, გამყარდება, თუ დამატებით დასუსტება, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში შეცდომა რა არის? ევრო თუ უკვე დასუსტა და ომის ამ სამწუხარო ტრაგიკული მოვლენების არგუმენტი უკვე იქ ასახულია, შეცდომა იქნება ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ომის გამო ევრო კიდევ დასუსტება აუცილებლად და მეც ვისესხებთ ევროში. რაც სხვა შორის მოხდა საქართველოში. იყო ეს პრეცედენტი, რომ ესე იგი ევროს აქტივობა როგორც საკრედიტო რესურსისა. დიახ, ეს დღესაც არის, მაგრამ თავარი არა იმოცულობით. თავარი რა არის? თავარი არის, რომ ესე იგი თუ ვალუტა გაუფასურებულია, თუ ვალუტა სუსტია სხვადასხვა საზომით, იმ ვალუტაში ნაკლები უნდა ვისესხოთ, ხო? გავიგებთ. ეს არის თავი არგუმენტი. კიდევ რა ინდიკატორებზე მიუთითებთ, ანუ არა, რაც უნდა გაითვალისწინონ ამ როგორ თქვა, განახლებული მოცემულობიდან არა, თქვენი კვლევიდან გაუნდა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ეს, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც არის ჩვენ პუბლიკაციაში, პირველ რიგში ჩვენ ყველა ბიზნეს ფიზიკურ პირს განსაკუთრებით ხო ურჩევთ იმ ვალუტაში სესხის აღებას, რომელშიც ის არის სავალუტო რისკისგან დაზღვეული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მაგალითად, უძრავი ქონება ჩვენ ხშირად გვესმის, რომ დოლარშია, მაგრამ არ არის დოლარში, ანუ უძრავი ქონების ფასი დაყვება, ასე ვთქვათ, ლარის კურსს. ისევ როგორც ჩვენთან ყველა სესხი ლარში არ უნდა იყოს, ხო? ანუ არის გარკვეული ბიზნესები, რომელსაც თავისუფლად შეუძლიათ ვალუტაში სესხება, ეს ევრო თუ დოლარი, ეს ცალკე თემაა. და მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ თუ ბიზნესების, ამ შემთხვევაში ბიზნესების სტრატეგიის ნაწილია, რომ თქვენ როგორც აღნიშნეთ, მათ გამოიცნონ ვალუტის პროგნოზები, ხომ? ანუ ერთია მე რა სესხის სავალუტო სტრუქტურის კომბინაციაში ვარ დაზღვეული, მაგრამ მეორეა მე თუ მაქვს ამბიცია ამ შემთხვევაში ბიზნესს, რომ მე ხა ვიცი ევრო-დოლარი საიწავა, ლარის კურსი საიწავა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ურჩევთ, რომ გამოიყენონ ჩვენი ჩარჩო, რომელიც ისტორიულად დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი, რომელიც ისტორიულად საკმაოდ დიდი ღირებულება შექმნა, ხა პირდაპირ რიცხვებში რო გითხრათ, ეს დაახლოებით 2013 წლიდან ჩვენ
რეალისტური დაშვებებით, რეალისტური დაშვებებით და იმ ინფორმაციის დაყნობით, რაც მაშინ იყო ხელმისაწვდომი და არა დღევანდელი გადასახედიდან, დაახლოებით ბოლო 10 წელიწადში ამ ჩარჩომ დაახლოებით 8 მილიარდი ლარის პოტენციური ღირებულება შექმნა, რაც დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი რისკია, ხო, მაგალითად კორპორატული პორტფელი სულ 22 მილიარდია ხა რომ შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთსაც დავუმატებ რა ინდუსტრიაში ვართ და საბოზო სცენარიდან ალტერნატიული სცენარებით წინ რა გველოდება, მაგალითად თქვენ იცით რომ ჩვენი კვლევებით, არა მარტო ჩვენი კვლევებით, ჩვენ ევროსთან უფრო სტაბილური ვართ ვიდრე დოლართან და გასაგები მიზეზების გამო, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენი შეფასებით ევრო ჯერ კიდევ სუსტია მის ასე ვთქვათ წონასწორულ ღირებულებასთან შედარებით ამ გამყარების ფონზეც აქ დავალუსტებ ცოტა წინამდებობრივად ჟღერს, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია, რო გამყარდა მეც ვიღებთ. ეს ასია, მაგრამ რამდენად მეც ეს არის კითხვა, ხომ? მაგრამ მეორე ფაქტორი რაც არის რა ევრო უფრო სტაბილურია ლართან, მაგრამ ყველა შემთხვევაში იქნება თუ არა ასე, მაგალითად თუ მოხდა ამ ტრაგიკული მოვლენების დასრულება, რაც ხდება უკრაინაში, ხომ, კონფლიქტის ასე ვთქვათ რეზოლუცია თუ მოხდა სხვადასხვა ფორმით, ეს რა თქმა უნდა ევროსთვის პოზიტიურია, ხომ? ევრო გამყარდება ამ შემთხვევაში. თუმცა რაც ლარისთვისაც პოზიტიურია, მაგრამ რატო მარტივი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, რატო შეიძლება არ წაყვეს ლარი ამ სცენარში? შეიძლება იმიტომ არ წაყვეს, რომ ამ შემთხვევაში მიგრანტები გავიდნენ საქართველოდან, ხომ? ამ სცენარში. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა რომელი სექტორისთვის არის ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ხომ? რა თქმა უნდა, ყველა სექტორისთვის, მაგრამ უძრავი ქონების სექტორისთვის პირველ რიგში. ამიტომ ხშირად კითხვა ის კი არ არის აუცილებლად რა იქნება. ხომ? არამედ კითხვა ის არის სხვადასხვა სცენარში ჩემთვის ოპტიმალური ასე ვთქვათ კომბინაცია რას წარმოადგენს. მე მგონი ამ ვითარებაში ხატავს ყველაფერს ის ამბავი, რომ ადამიანებს, რომელსაც ფაქტიურად და რუტინულად უწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, არსებობს ეს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ამბავი, რომელიც საკმაოდ მოქნილი ამბავი გამოდის კეთი. ნამდვილად და ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ლაივ რეჟიმში მომენტალურად შეიძლება სარგებლობა. და ამისთვის საკმარისია, რომ ინტერნეტ ბანკინგი არსებობდეს ამ ეტაპზე იურიდიული პირისთვის და მომავალში ფიზიკური პირისთვისაც ცხადია, რომელსაც შეუძლია კონვერტაციის შეთანხმება უკვე ინდივიდუალურად TBC-ის წარმომადგენელს. კი ბატონო. კეთის მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა, არა იმიტომ რომ ჩემი კოლეგაა, რომ ამ საკითხებზე ხა რაც მე მოვყევი, ამის ბიზნესზე მორგება არის რთულად საკმაოდ შინაარსული. ამიტომ არ დამეთანხმებით, რომ საუკეთესო მორგების ის არის ოპტიმალური ფორმაა ნაპოვნი. ბატონო, ამიტომ ჩვენ ერთობლივადაც ამაზე ბევრი მე მგონი რომ ეს მოდული რეალურად რაც გამოვიდა, ერთ-ერთი საინტერესოა და დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბევრი მიმართავს, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაცემიდან გამომდინარე, რაც ქეთევან კანდელაკმა TBC-ის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა წარმოადგინა ახალი სერვისის სახით და იმ ანალიტიკით, რაზეც ბატონი ოთარ ნადარაია საუბრობდა, TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი, ერთადერთს რასაც ბატონი ოთარის ნათქვამს გამომეორებ, ვებზეა TBC კაპიტალის უკლებლივ ყველა ის თემა, რაზეც ახლა საუბრობდა, უბრალოდ ლარი დოლართან, ლარი ევროსთან და რაც თავარია დოლარი ევროს მიმართებები, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა უფრო მეტად ჩაგვეშალა თქვენთვის, მაგრამ თამდევად აი ამ ამბიდან გამომდინარე, რაზეც კეთი გადავარდა TBC-ს